უღმერთო ხელისუფლების ლოგიკით დავით აღმაშენებელი ინვესტიციის წინააღმდეგი იყო. დღეს რას ხედავთ? დღეს გვეუბნებიან თეთრზე რომ შავია და შავზე გვეუბნებიან რომ თეთრია, თვალებში ნაცარს გვაყრია. გვეუბნებიან რომ ეს ინვესტიცია ჩვენ ვამბობთ არა მარტო არაბული ქალაქების აშენება, ჩვენ ვამბობთ უნდა შეწყდეს ეს უკონტროლო მიგრაცია. ხელისუფლება ყველას ვისაც მისი რამე არ მოსწონს, ყველას ეძახის მოღალატეებს, ნაცებს და deep state-ის აგენტებს. და არის კიდე მეორე ფლანგი, რომელიც ამბობს, რომ გადატრიალებას და აჯანყებას აპირებს, ოღონდ მანდაც არაფერი რეალური არ ხდება და მანდ არის საქართველოს გაჭედილი. და დღეს ამ აქციით იმ პრობლემის გარდა, რაზეც შეკრებილი ვართ, ჩემი აზრით მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება საქართველოში. პოლიტიკის ის ეტაპი, სადაც ხალხი გამოსვლას დაიწყებს კონკრეტულ მოთხოვნებზე. დღეს როცა ჩვენ აქ შეკრიბეთ, მე მინდა კარგად გაიგოთ, რომ ჩვენ აქ კონკრეტულად ამ მასიური მიგრაციის, კონკრეტულად იმ არაბული ქალაქების გასაპროტესტებლად ვართ მოსული. თავარი იარაღი, რაც ჩვენ ხელთ იქნება, არის ხანგრძლივი ორგანიზებული ბრძოლისთვის მზაობა. ყველას ხო გვესმის, რომ ერთი შეკრებით აქ 20,000, 30,000 თუ რამდენის გამოვა, თავრობა არ შეხედავს ამას უბრალოდ ისე, რომ აი კაი 30,000 თუ რამდენი შეიკრიბა ხალხი შეკრებილა და მოდი აღარ მინდა 7 მილიარდი და აღარ გავყიდი მიწებს არაბებზე. ეხლა ყველას ხო გვესმის, რომ ასეთი შესაძლებლობა შეკრებას არ გააჩნია. ამიტომ სინამდვილეში თავარ ამოცანას, რასაც ამ შეკრებაში ჩვენ ვდებთ, ეს არ არის არც გამაფრთხილებელი შეკრება და არც საინფორმაციო შეკრება. ჩვენ თუ გვინდა გადავჭრათ ეს პრობლემა, ამ შეკრებას უნდა მივცეთ და ამ ბრძოლას საორგანიზაციო შინაარს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, აქ სანამ 100,000 კაცის გამოყვანას ვერ შევძლებთ ქუჩაში, როცა საქართველოს დაკარგვის საფრთხე გვიდგას, მანამდე მთავრობას უკან ვერ დავახევინებთ. თან 100,000 კაცის ქუჩაში გამოყვანა ჩვენ უნდა შეგვეძლოს ისე, რომ მთავრობამ ზუსტად იცოდეს, ესენი ერთხელ გამოვიდნენ და დაივიწყეს, მდგომარეობაში კი არ არიან, თუ საჭიროა ჯერიდან ჯერზე ქუჩაში სისხლს გაგვიშრობენ და გვაიძულებენ უკან დახევას. სანამ ამ მდგომარეობას არ მივაღწევთ, მანამდე ცვლილებების მიღწევა იქნება შეუძლებელი. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედი მსუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არცობისა, მომეთ ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ, თანა ნადევნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებთ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მისვენ ჩვენ გოროკისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დათისა და სულისა წმიდისა, ათ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.